ჩიხირთმა ბარბარე ჯორჯაძის მოტივებზე. დღეს მოვამზადოთ უძველესი კახური წვნიანი ჩიხირთმა. მე ვარ ბექა, ვარ ფოტოგრაფი, მაგრამ კულინარია არის ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი. სწორედ ჩიხირთმა არის ის წვნიანი, რომელსაც ძალიან ხშირად ვამზადებ და ჩემს საახლობლო წყარში ძალიან სახელგანთქმული, ასე ვთქვათ, ჩემი რეცეპტით მომზადებული ჩიხირთმა. თუმცა მე ჩიხირთმას ბოლოს აყრიდი ყოველთვის ქინძს. ვიცი რომ ზოგი საერთოდ მწვანეცაც არ უშვება, მაგრამ მე ვაყრიდი ბოლოს ქინძს. თუმცა, როდესაც ტრადიციულ კერძს ვამზადებ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ამ კერძის კლასიკური ნამდვილი ვერსია ვიბრუნო და სადვიპო მიდი ჩიხირთმის კლასიკურ ვერსიას, თუ არა ბარბარე ჯორჯაძის კულინარიულ სახელმძღვანელოში. ბარბარე ჯორჯაძე მოგიხსენებათ მოღვაწეობდა მე-19 საუკუნეში, ის იყო კახილი ქალბატონი და მას უწერია, რომ ჩიხირთმას ბოლოს უმატებს ქინძს, კამას, ტარხუნას და პიტნას. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ მსგავსი მემართალია ჩაკაფული არის ჩემთვის ნომერ პირველი წვნიანი ქართულ წვნიანებს შორის, მაგრამ ჩიხირთმის ეს ვერსია არის როგორ ვთქვათ, ეხლა მე დავიწყებ მომზადებას, მოვამზადებ ჩემთან ერთად და ვხვდებით, რომ შეუძლებელია, რომ სხვანაირად მოვიდეთ სხვა დროს ჩიხირთმის მომზადება. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ მინდა რომ გავითარდე ამ პლატფორმაზე და თქვენი გამოწერით ძალიან დამეხმარებით და კომენტარში დამიწერეთ თქვენ როგორ ამზადებთ ჩიხირთმას. ბოზბაში უფრო გიყვართ თუ ჩიხირთმა უფრო გიყვართ? აჭრილი ჩიხირთმა უფრო გიყვართ თუ ასე ვთქვათ, მთლიანი ჩიხირთმა უფრო გიყვართ? ხორცი მთლიან ნაჭრებად გირჩევნიათ თუ დაძენწილი და დამიწერეთ კომენტარებში. მაშასე დავიწყოთ ჩიხირთმის მომზადება. პირველ რიგში ჩამოვთვალოთ ინგრედიენტები. დაგჭირდება დაახლოებით 1.8 ქათამი, თუ სოფლის ქათამს ვიშოვნით, უკეთესია. ხახვი 3-4 თავი, ნიორი 3 კბილი, კვერცხი 5 ცალი, ცმარი უნდა იყოს აუცილებლად სახლის ნატურალური ყურძნის ცმარი, ხორბლის ფქვილი დაგჭირდება დაახლოებით 1 სუფრის კოვზი, კარაქი და მწვანილები, ქინძი, კამა, ტარხუნა და პიტნა. გასუფთავებული ქათამი შემოვდგათ ცეცხლზე და ვიდრე პირველად წამოდუღდება, დავჭრათ ხახვი და ნიორი, დავუმატოთ წითელი წიწაკაც სიცხარისთვის, გავარჩიოთ მწვანილი, გავრეცხოთ, ქათამს გამოუწოლოთ პირველი ნახარში წყალი, ისევ შემოვდგათ ცეცხლზე, კარაქში მოვთუშოთ ხახვი და ნიორი, დაველოდოთ კარამელიზაციას, თუ გინდა რომ ჩიხირთმას ოდნავ ოქროსფერი დაკრავდეს, თუ უფრო მოთეთრო ჩიხირთმა გინდათ, მაშინ კარამელიზაციას ბოლომდე არ დაელოდოთ. ამის შემდეგ დავუმატოთ ხორბლის ფქვილი, კარგად გავხსნათ, ამასობაში ქათამი მოიხარშა, ამოვიღოთ და დავამარილოთ, შევაკრილოთ, ქვაბიდან კი ამოვიღოთ ცოტა ბულიონი, შევურიოთ ხახვის და ნიორის მასას, კარგად გავხსნათ, ვათუხთუხოთ და ცოტა ხნის შემდეგ ჩავაბრუნოთ ბულიონით სავსე ქვაბში. სწრაფად ამოურიოთ, რომ კარგად გაიხსნას და ნახეთ როგორი ოქროსფერი მივიღე. თქვენ თუ უფრო მოთეთრო ჩიხირთმა გინდათ, როგორც გითხარით, კარამელიზაცია ბოლომდე არ გავუკეთოთ ხახვს. ამასობაში შეგრილდა ქათამი, დავჭრათ ნაჭრებად და ჩავუშვათ ბულიონში. ეხლა კი გავთქვიბოთ 5 ცალი კვერცხის გული, ნელ-ნელა დავამატოთ ცმარი, კარგად გავხსნათ და ასევე ცხელი ბულიონიც დავუმატოთ კვერცხის და ცმრის მასაში, რომ ტემპერატურასთან დამეგობრდეს, რათა არ აიჭრას. მიღებული კვერცხის, ცმრის და ბულიონის მასა ჩაუშვათ ქვაბში, კარგად მოურიოთ, რომ გაიხსნას. შეგვიძლია უკვე გავთიშოთ ცეცხლი და ჩიხირთმაც მზად არის. ეხლა კი დავჭრათ მწვანილების მიქსი და ჩემი რჩევა იქნება, რომ მწვანილი წვნიანში არასდროს არ დავუმატოთ, როდესაც გაიცხელებთ და თებშზე დაისხამთ წვნიანს, ზემოდან ცოცხლად მოვაყარეთ მწვანილი. შეგვიძლია ამოვიღოთ თებშზე და
მერწმუნეთ უკეთეს ჩიხირთმას ვერ შეჭამთ. სულ ეს იყო, დაელოდეთ ჩემს მომდევნო ვიდეოს და ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეთ. აბა დროებით.